დღეიდან საქართველოდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი იზრდება. გასატანი პროდუქციის ჩამონათვალში პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები და ახალი კარტოფილი სამომხმარებლო შეფუთვით მოხვდა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინალური და ფოტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს უახლოეს დღეებში ეწვევიან და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად საექსპორტო პროდუქციის ფიტოსანიტარულ კონტროლს განახორციელებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩვენი რეგიონიდან მეზობელი ქვეყნის ბაზარზე კივის და ხურბის ექსპორტირება იქნება შესაძლებელი. ის მეწარმეები, რომლებსაც რუსეთში პროდუქციის გატანის სურვილი ექნებათ, ბიზნეს ოპერატორებად უნდა დარეგისტრირდნენ და პროდუქციის ფოტოსანიტარული შემოწმების სერტიფიკატს უნდა ფლობდნენ. კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, მწვანილი, ყველაფერზე არის თითქმის ნება დართული უკვე რომ მოხდეს ექსპორტი და ამავე დროს იგივე კივზე ჩვენგან მაგალითად კივზე შეიძლება რომ მოხდეს ექსპორტი კივის. რაც შეეხება შემოდგომაზე უკვე რა თქმა უნდა ხუნვა რუსეთი ის ბაზარი აღარ არის რომელიც ახსოვს ჩვენს 20 და 30 წლის წინანდელ ფერმერებს გლეხებს. რუსეთი დღეს მოითხოვს როგორც ყველა ბაზარი ხარისხიან, კონკურენტულარიან და სასაქონლო სახით პროდუქციას. ჩამოდის სპეციალისტები ჩვენი კოლეგები რუსეთის ანალოგიური სამსახურიდან და ჩვენთან ერთად განახორციელებენ იმ წვეთების კონტროლს ფიტოსანიტარულს, რომელიც განკუთვნილია რუსეთისათვის. და შემდეგ მოხდება სერტიფიცირება ჩვეულებრივად ამ წვეთების. დიდი რაოდენობით გავა ვაშლატამა და ატამი, რომელიც ექსპორტს გარკვეული პრობლემები ჰქონდა შარშან.